საღამომშვიდობის ძვირფასო ტელემოყურებლებო და რადიო მსმენელებო, დღეს ხუთშაბათია, საღამო ეთერი. საღამოს ეთერშია კრიტიკული აზრი და მე მისი წამყვანი გიორგი ლომია. ჩვენ როგორც ყოველთვის საუბრობთ როგორც საგარეო, ასევე ბუნებრივია საშინაო პოლიტიკაზე, თუმცა დღესდღეობით საგარეო პოლიტიკა უფრო მეტად საინტერესოა, რომ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესი შეჩერებულია და მე ვფიქრობ, რომ უფრო საინტერესო იქნება საგარეო პოლიტიკა გამოიხილოთ. თუმცა, როგორც ყოველთვის, თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში და გამოთქვათ თქვენი მოსაზრება ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით. ანუ შეიძლება ჩვენ თემასთანაც ახლოს რომ არ იყოს, ამაზეც შეგიძლიათ ისაუბროთ. სრულიად თავისუფლები ხართ თქვენი აზრის გამოთქმაში. დარეკეთ პირდაპირ ეთერში, ვინ ჩვენ რადიო მიმღებით გვისმენს, მათთვის მინდა ვთქვა ჩვენი ტელეფონის ნომერი, ეს არის 032 23 88 105 და მაყურებელი კი ხედავს ამ ტელეფონის ნომერს ეკრანებზე. ბევრი რამე მოხდა ბოლო პერიოდში, დაწყებული ტრამპის და ზელენსკის კონფლიქტიდან იქამდეც მივედით, რომ უკვე მოხდა მათი დაკავშირება, ვიცით ჩვენ ხო გვაქვს ზოგადად ინფორმაცია გვაქვს, რომ მოხდა დაკავშირება, სადაც ისევ მზაობას გამოთქვამს ზელენსკი შეხვედრაზე და საუბარზე. ბუნებრივია, რომ ამერიკასაც ეს რა თქმა უნდა აწყობს, იმიტომ რომ ამერიკის პოზიცია თავიდანვე იყო ცნობილი, მათ აინტერესებდათ ის იშვიათი მეტალები, რომელიც იშოვება და მოიპოვება უკრაინის ტერიტორიაზე და მათ ეს სჭირდებათ, არა მარტო უკრაინის ტერიტორიაზე რაც მოიპოვება, გარდა ამისა, კიდევ რუსეთს ელაპარაკებოდნენ, რომ რუსეთისგანაც უნდა წამოეღოთ, მაგრამ სავარაუდოდ ბოლოს რაც მოვისმინე, რუსეთმა უარი თქვა. ვინაიდან რუსეთს არ აწყობს, რომ ამერიკას მიაწოდოს ეს იშვიათი მინერალები. მაგრამ უკრაინაზე ორიენტირებული ამერიკა ცდილობს, რომ დაამთავროს ომი და მიიღოს ის, რაც მას სერიოზულად გაამდიდრებს ტექნოლოგიურად გაამდიდრებს. უფრო მეტად, ესე ვთქვათ, მდიდარს გახდის მაგ კუთხით. და მოხდა უკვე დაკავშირება, მაგრამ ასევე საიტი თუ როგორც ზოგიერთი ამბობს ძალიან ცნობილი რესურსი პოლიტიკოსი თუ რაღაც მაგდაგვარი არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ როგორც ამბობენ ცნობილი რესურსი, მე ჩვენპარება რა თქმა უნდა მაგაში. ის ამბობს, რომ ამერიკელები ასევე დაუკავშირდნენ უკრაინაში ოპოზიციას, ანუ ზელენსკის ოპოზიციაში მხოლოდ ხალხს, ეს არის იულია ტიმოშენკო და პოროშენკო და მათ ზელენსკის გვერდისავლით ესაუბრნენ, რაც ოფიციალურად არ დასტურდება. ეხლა ის რაც ჩვენ არ ვიცით ზუსტად იყო თუ არა ამ თემაზე საუბარს აზრი არ აქვს, თორე ჩვენ ძალიან შორს წავალთ და შეიძლება საერთოდ ეს დროის დაკარგვა იყოს, იმიტომ რომ შეიძლება არც იყოს სიმართლე, ხო? ამიტომ ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, რაც ჩვენ ვიცით. და ვიცით ჩვენ შემდეგი რამ, რომ გამოთქვა მზადყოფნა ზელენსკიმ, რომ ისევ აღადგინოს ეს დიალოგი, ამერიკამ ასევე თქვა, რომ კი ბატონო, ამ დიალოგში, ჩვენს დიალოგში რუსეთთან ერთად აუცილებლად ალბათ უნდა იყოს, უпроსოროდ შესაძლებელია იყოს ასევე უკრაინაც. შევხედოთ, რას აკეთებს ევროპა. ევროპა პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას უკრაინას და ევროკომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ტრილიონამდე უნდა გაიზარდოს ევროპის შეიარაღება. ევროპამ ასევე თვითკმაყოფაზე უნდა გადავიდეს, არ უნდა იყოს დამოკიდებული ამერიკაზე და ამერიკელებზე, როგორც თვითონ აცხადებენ ევროპელები. ჩვენ გვჭირდება შევიმუშაოთ ევროპის თავდაცვის მექანიზმი და არქიტექტურა და არ უნდა
არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულების სხვაზე. ჩვენ თავს ჩვენ თვითონ უნდა ვიცავდეთ. მაკრონმა თქვა, რომ მაგალითად ბირთვული იარაღი, რომელიც გააჩნია საფრანგეთს, ის განიხილავს ამ ბირთვული იარაღის, ასე ვთქვათ, გაფართოებულ გამოყენებით საშუალებად რომ აქციოს. ანუ ესე იგი არა მარტო საფრანგეთს დაიცავს მისი ბირთვული პოტენციალი, არამედ დაიცავს მთელს ევროპას. და ამაზე უკვე მიდის საუბრები, უკვე ერთ სამიტი შედგა, ამ თემებზე ისაუბრეს, ახლა სხვა სამიტი დგება, თუმცა მე მიმაჩნია, რომ მაგალითად ამ ეტაპზე უკრაინის გვერდში დგომა ევროპის მხრიდან ძალიან კარგია, ფულის მხრივ კი გაუწევენ, შეძლებენ დახმარების გაწევას, მაგრამ რამდენად შეძლებენ მაგალითად შეიარაღების თვალსაზრისით, რომ გაუწიონ დახმარება. ის დახმარება, რაც რეალურად ჭირდება უკრაინას. ანუ მე ვამბობ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა გაეთიშება ამ დიდ პოლიტიკურ თამაშს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამერიკა არაპირებს მთლად კი ამბობს და უკვე გაყავს რამშტაინიდან მაგალითად 20,000 კაცი უნდა გაიყვანოს გერმანიიდან, რამშტაინის ბაზიდან 20,000 ჯარისკაცი ამერიკელებს გაყავთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკა ყოველ შემთხვევაში მე ასე ვთვლი, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ამერიკა მიატოვებს ევროპას, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ამერიკას არ აწყობს ევროპის მიტოვება, ვინაიდან ევროპაზე არის ორიენტირებული სამომავლო ეკონომიკა, ამერიკის სამომავლო ეკონომიკა. დღეს ევროპული ეკონომიკა ნელ-ნელა ხდება დამოკიდებული ამერიკაზე. ამიტომ ახლა ევროპასთან ყველანაირი ურთიერთობის გაწყვეტა ეს უაზრობა უბრალოდ ეკონომიკური თვალსაზრისითაც და ზოგადად ნებისმიერი სხვა მხარდაჭერის მხრივაც კი. ჩვენ გვესმის, რომ ამერიკა ორიენტირებული არის უფრო ჩინეთზე, ვიდრე რუსეთზე, ორიენტირებული არის იმ კუთხით, რომ ჩინეთი მას უფრო მეტად აწუხებს და ვიდრე რუსეთი ამ ეტაპზე. მაგრამ ეს სულაც იმას არ ნიშნავს, რომ ის მთლიანად გადაერთვება ჩინეთზე და მიატოვებს იმ აღმოსავლეთ ევროპას, როგორც დღეს ზოგიერთი პოლიტოლოგი საუბრობს. არა. ჩინეთი მისთვის, რა თქმა უნდა, არის სერიოზული პრობლემა და ამაზე არაერთხელ უსაუბრია დონალდ ტრამპს და შემოღებული სანქციები დააკვირდით, მან შემოიღო სანქციები კანადის წინააღმდეგ, მეხიკოს წინააღმდეგ და შემოიღო სანქციები ჩინეთის წინააღმდეგ. თავიდან ისე ჩანდა, რომ თითქოს მეხიკოს და კანადას უფრო მაღალი სანქციები დაუწესა. უფრო მაღალი გადასახადი დაუწესა ვიდრე ჩინეთს, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ დღეს უკვე კარგად ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში თუ ეხლა კარგად გამოვთვლით, ჩინეთზე უფრო დიდი იერიში ეკონომიკური დარტყმა მიიტანა ტრამპმა ვიდრე კანადაზე ან მეხიკოზე. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ის აღიქვავს ჩინეთს როგორც სერიოზულ საფრთხეს. ის დღეს ცდილობს, რომ ყველა პორტი, რასაც ქვია, ღრმაწყლოვანი და ზოგადად პორტები, რომელსაც ფლობს ჩინეთი და ჩინეთი ბევრ პორტს ფლობს, მათ შორის პანამაზე მიდიოდა საუბარი, შეერთებულმა შტატებმა უნდა ჩაიგდონ ხელში, დაიბრუნონ და არ მისცენ საშუალება, რომ იმ პორტების მმართველ კომპანიებად იყოს ჩინური კომპანიები. საუბარი სავარაუდოდ მიდის ანაკლიის პორტზეც. თუმცა ანაკლიის პორტში მე ვერანაირ ძვრას ვერ ვხედავ იმის შემდეგ, რაც გამოაცხადეს, რომ თითქოს ჩინურმა კომპანიამ გაიმარჯვა, არაფერი ისეთი არ გაკეთებულა მან, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ ჩინელები მართლა რაღაცას აშენებენ. სავარაუდოდ ეს ისევ რაღაც ფიქტიური ხელშეკრულება იყო დადებული. ეს ალბათ ჭირდებოდა ჩვენ ხელისუფლებას. არ ვიცი, ამას ჩვენ ალბათ მოგვიანებით გავიგებ. ძალიან ეთერში შემოუშვით. ალო, ის ბატონო გია. დიახ, ისაუბრე. დიახ, მოგესალმებით, პატრიცია. მოგესალმებით. კიდევ ძალიან საინტერესო საუბრობთ და დაგეთანხმებით იმ ამბავში, რომ ორივე თავის ტკივილია ჩვენი ტრამპისთვის. ამ ასე ვთქვათ, რა ვიცი, ატომღაც ქართველებმა გააფეტიშეს, მე არა, რა თქმა უნდა, ერთმა დამიფაროს, მაგრამ
ძალიან დიდ შეცდომებს უშვებს. მოდი ისიც თქვათ, რომ ცოტა ისე ხალხურად თქვათ, ქართულ ხალხურად ცოტა ბაკიბუკა კაცია. იმდენს არ ემაშვება, უბრალოდ დაახეთქებს რაღაცას და მე აღარ აკეთებს. ეგეც უკვე დაინახა ხალხმა. ისე რომ პირდაპირ დაარტყას და ის მაგის გამკეთებელი რუსეთზე არ არის. იქით უფრო მოსწავლე. თუმცა ის ეგრეთ წოდებული ხელშეკრულება, ასე ვთქვათ, არა ხელმოწერილი, რომელიც მე მგონი უკვე ეკატერინა ველიკაიას დროს დაიდო, რომ ერთმანეთზე როგორც იტყვიან, ნასმერ აწავლენ და არ დაარტყავენ ორი დიდი იმპერია. ეს მე მგონი შესრულებადია, მაგრამ რუსეთზე დარტყმას არ აწყობს მე მგონი პუტინს. იმიტომ რომ არათ უნდა თავის ტკივილი. პრიბალტიკა მით უმეტეს მისი ინტერესები მე თუ დამეთანხმებით მე მგონი აღარ არის და რაც შეეხება ჩინეთი მეტი თავის ტკივილია ორივესთვის. იმიტომ რომ ამ დროს უფრო იმიტომ თქვა მე მგონი როგორც რომ რუსეთის დროაო რომ დაბრუნდეს დიდ შვიდეულში და რვეულშიო და ისე ალბათ დაჭირდება რუსეთთან თუნდაც ისეთი პირობითი მეგობრობა, რომ ჩინეთის თავის ტკივილი როგორმე შეასუსტოს. რუსეთსაც ჭირდება, იმიტომ რომ კარგად ვიცით, რომ იგივე საპორტო კალათებში, ბლაგავეშენსკში და ვლადივოსტოკში უკვე 40 მილიონს გადასცა და რაღაცა ესეთი ტემპი თუ გაგრძელდა იქ გადასვლა ჩინელების, რაღაც ზალატაი არდასავით თანამედროვე მე მგონი შეიქმნება და ისედაც უკვე თავის ტკივილი და მეტი თავის ტკივილი გახდება. კიდე ძალიან ბევრი რაღაც გადააქვთ იქა საჭირო ნედლეული ჩინელებს. რუსეთის ჯერჯერობით გმინავს და ხმას ვერიებს აქედან გამომდინარე. ისე რომ ესეთი რომ საკმაოდ წარიმართება ისე საინტერესოდ მოქმედებს და კიდევ რას ვიტყოდი. მე მგონი უფრო მოწმე გავხდებით ამერიკის შესუსტების ტრამპის დროს ვიდრე გაძლიერების. და რაც შეეხება კიდე ჩვენ ქვეყანას სამწუხაროდ არაფერი იყო წეგან ჩაჩიბაიას გადაცემაში ეს გამოკითხოს ვიმეორებ იმას რომ არაფერი არ იქნება შეცვლილი. კაი ხანი კიდე, იმიტომ რომ ესეთი იმით არაფერი არ გამოვა ბატონოგია დამიჯერეთ და მეორე კიდე რაც კიდე სამწუხაროდ ჩვენ ეს გვინდა უბრალოდ რომ რაც შეიძლება კარგი მოხდეს და რაც შეიძლება მეტი ქართული საქმე გაკეთდეს საქართველოს თუ არ გაფრთხილდეს ყოველ შემთხვევაში საშუალო დონეზე მაინც დადგეს როგორც იყო თუნდაც იმ როგორც ამობენ საშინელი კომუნიზმის დროს და რა ვიცი ჩვენ ესე გვინდა მაგრამ მაგასაც ვეუბნები ესე რომ გვინდა ეგრე არ ხდება ჩვენს გვინდოდა გუშინ რომ ყვარარცხელი ეს მოეგო მაგრამ ნახეთ რომ ნებსესაიდელებმა გააცამთ ერეს და რა თქმა უნდა გააგდებენ კიდეს წერო PSG-ს Paris Saint-Germain-ს ლამაზი უბანე თქვენ ვიცი იქ ნამყოფი იქნებით და იქ მოუწევთ შეირნობა მაგათ ის სამაგიეროდ აგერ კალაძემ პატივცემულმა რომელმაც ორი გოლი რო იტყვიან ჟარგონზე ვიტყვი და კვტენა ულამაზესი რაც ძალიან დიდ ეჭვებს ვადებს არის მისი იღბალი გაფრთხილდა და საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვდა და გახდა ორგის ლიგის თასის მფლობელი თუმცა როგორც პიროვნება სულაც არ იფსახურებდა თავისი შრომის მოყვარეობით და დიდი იღბლის ხალობით მიაღწია თორე დიდი ფეხბურთელი ისეთი კლასნი როგორც იყვნენ თუნდაც მესხი ყიფიანი და თუნდაც გიორგი კინკლაძე ეგ არ ყოფილა აი ეგ იყო ჩემი აზრი რა ვიცი მადლობა ბატონოგია მადლობა ზარისთვის და თქვენი აზრის გამოთქმისთვის მე შევეშვათ სპორტს ამ ეტაპზე ვისაუბროთ საგარეო პოლიტიკაზე მე დაგეთანხმებით რომ ტრამპი ჩინეთს უფრო მე ვთქვი კიდევაც რომ ტრამპისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა და რუსეთთან იმიტომ ცდილობს დაალაგოს მეტნაკლებად ნორმალური ურთიერთობა იმიტომ რომ მან დაინახა რომ რაც უფრო შეუტიეს რუსეთს მით უფრო ის დაუახლოვდა ჩინეთს რაც მათ არ აწყობს ახლა ცდილობენ რომ გამოიყენონ სქემა ანუ დაშალე და იბატონე ანუ დაშალონ რუსეთის და ჩინეთის ურთიერთობა რომ რამენაირად დაშორდეს რუსეთი ჩინეთს რაც მე ვფიქრობ რუსეთს კარგად ესმის და არ ამგონია რომ ამ თამაშში აყვეს ზარია ეთერში ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით ეთერში ვარ დიახ ისაუბრეთ ერთი ჩემი აზრი ასეთი არის რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დათმობს ისაუბრეთ რას არ დათმობს ისაუბრეთ ჩემი აზრი არის ასეთი რომ რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დათმობს ევროპამ თვითონ თუ არ დათმობს ეგრეადილად არ იქნება შეიძლება მეორე მსოფლიო ომი იყოს მესამე ბატონო ჩემო არ გვესმის კარგად იქნება დააკონკრეტოთ რას არ დათმობს
უკრაინას არ დათმობს და ბოლომდე დათმობს არავითარ შემთხვევაში. და რას იზავს ბოლომდე შეუტევს უკრაინას და ბოლომდე აიღებს? იცი არის საჭიროება ყველაფრის. ატომი არ იხმაროს. გასაგებია. კარგი, დიდი მადლობა თქვენი აზრისთვის. მე არ ამგონია რუსეთმა ამ ეტაპზე ატომი იხმაროს, როცა ამერიკას თავაზობს მოლაპარაკებას, ვინაიდან რუსეთსაც დღეს უკვე ჭირდება შესვენება. ამაზე რუსი პოლიტოლოგებიც საუბრობენ, ჯარს ისე თუ ასე 3 წლის შემდეგ ყველა შემთხვევაში ჭირდება შესვენება და რაღაც პერიოდი დაჭირდება ორივე მხარეს, რომ ცოტა ძალები მოკრიბონ, ეს ორივე მხარეს ესმის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მაინც მოლაპარაკების მაგი და ამ ეტაპზე არის კარგი და სწორი გამოსავალი. ზარია ისაუბრეთ. გამარჯობათ. მოგესალმებით, ისაუბრეთ. ბატონო გიორგი, რა უნდა შეგიძლიათ? აი ლუგარის ლაბორატორია და აი ეს მილიარდები რო შემოაქვთ რაღაცის ბათუმში, აი ეს მილიარდები მოხმარდეს რა მრეწველობაში, რაღაცაში, მშენებლობა, იქ ვინ ჩასახდება, ქართულს ფული არ აქვს და იქ ვინო შესახდეს იმ სოფლებში. მადლობთ გენაცვალე. სავარაუდოდ ალბათ ისევ არაბული წარმოშობის ხალხი, ალბათ. არ ვიცი, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს ძალიან ისეთი ინვესტიცია, რომლის მიმართაც ძალიან ბევრი კითხვა არსებობს და ჩვენი ხელისუფლება არ ცდილობს რომ გამოვიდეს და ახსნას ეს 6 მილიარდი რატომ დაიხარჯება აჭარის რეგიონში, გონიოში, რა სოფელი აშენდება, ან ქალაქი აშენდება, რა ელის ამ ქალაქს შემდგომში, ვინ ჩასახლდება იმ ქალაქში და ასე შემდეგ. მაგალითად, კიდევ ერთხელ ვამბობ, მაგალითად ჩვენ ვიცით რომ შიდა ქართლში არის სოფელი, არაბული სოფელი, სადაც უნდათ რომ გააფართოვონ ეს სოფელი და მათ ხალხი გამოდის და ეწინააღმდეგება ამ პროცესს, მაგრამ ხელისუფლება, კიდევ ერთხელ ვამბობ, ხელისუფლება რატომღაც ამ თემაზე არ წუხდება, რაც ძალიან სამწუხაროა და პირიქით ხელისუფლებას მოუწოდებ, რომ ასეთი რამე არ შეიძლება. არ შეიძლება მისცე რომელიმე უცხო ტომელს, რომ განაშენიანება მოხდეს იმ ტომის ან პატარა ქალაქის, ან სოფლის და მერე მოხდეს მათი გამრავლება, კონკრეტულად ლოკალურად მოხდეს მათი გამრავლება. ჩვენ პატარა ერი ვართ და ეს ჩვენ ერს საფრთხეს უქმნის. ეს მე მგონი ყველას კარგად უნდა ესმოდეს. და პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი ერის დამცველები. აქ კოსმოპოლიტიკი არავინ არ არის, ან თუ ვინმე არის, ჩვენ იმისგან მაგალითს არ უნდა ვიღებდეთ ამ ეტაპზე. ეს თუ გინდა რომ იყო კოსმოპოლიტიკი, ბატონო, იყავი კოსმოპოლიტი, მაგრამ ცდილობ რომ საფრთხის წინაშე დააყენო საკუთარი ქვეყანა და პირველ რიგში უნდა იყო პატრიოტი და საკუთარ ერზე უნდა ზრუნავდე და არ უნდა იძლეოდე იმის საშუალებას, რომ ვიღაცა ჩამოვიდეს აქ, რამოდენიმე ოჯახი ჩამოვიდეს საქართველოში, კომპაქტურად დასახლდეს და მერე მოხდეს მათი გაფართოვება და გაძლიერება. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ქართულ ერს სერიოზულ საფრთხეს უქმნის და მეც და სხვა ქართველებიც დარწმუნებული ვარ, ამის წინააღმდეგი ყოველთვის ვიქნებით. ზარია შემოუშვით. ალო, გისმენთ. მოგესალმებით, ბატონო გიორგი. მოგესალმებით. ისაუბრეთ. როგორც კი დაიწყო უკრაინასა და ესე იგი, ეგრეთ ასე ჩანს თითქოს უკრაინა რუსეთის ომი, ხო? როგორც კი დაიწყო ეს მაშინვე აშკარად ეთყობოდა, რომ ეს მიმართული იყო პირდაპირ, რა თქმა უნდა, გარკვეული გარიგების ფონზე მიმართული იყო ერთი მხრივ ევროპის დაშუშტებისკენ და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, უკრაინის განადგურება უკვე სახეზია ფაქტიურად და აქ ძალიან დიდი გარიგების ნიშნები ჩანდა და კიდეც მქონდა ამის შესახებ გაკეთებული Facebook პოსტებზე. და ეხლა როგორც ვაკვირდები, იმდენად
ჩინეთის და ამერიკის უშუალო დაპირისპირება არ იქნება აქტუალური, რამდენადაც რუსეთის ხელახალი მოყვანა ევროპის ჟანდარმის როლში. აი ამ ფუნქციას უფრო კვეთავს ამერიკის შეერთებული შტატები და ის რომ თქვათ მანამდე ლიბერალი ბაიდენი იყო ან ვიღაც სხვა ობამა იყო და რაღაც ამას მნიშვნელობა არ ქონდა. ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ძალიან შორს მიმავალი გეგმა, რომელიც ყოველთვის კრიტიკულ მომენტში რუსეთთან გარკვეული შეთანხმებისა და გარიგების მომენტს ითვალისწინებს და აქედან გამომდინარე ევროპას კარგი არაფერი არ ემუქრება. და ევროპაში თუ არ წავიდა ეროვნული მოძრაობები და რეალურ სუვერენიტეტზე არ შეაჩერეს არჩევანი გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ და სხვებმა, ევროპის საქმე შეიძლება ითქვას, რომ საბოლოოდ განწირულია, აი როგორც ამბობდა ოსვალდ შპენგლერი, ევროპის მზის ჩაშენება გარდაუვალიაო, ეს მომენტი იქნება უკვე ძალაში შესული უახლოესი მომავლის პერსპექტივაში. დანარჩენად რუსეთს აღუდგება, ესე იგი, ჟანდარმის ფუნქცია, რა თქმა უნდა, ამერიკასა და მათ შორის ინტერესების გაყოფითა და შეთანხმებით. იმიტომ რომ ამერიკას რომ სდომოდა რუსეთის დაშლა და დასუსტება 90-იან წლებში მას ჰქონდა ამის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა. კი ბატონო, დიდი მადლობა ზარისთვის. ამიტომაც ევროპელები დღეს საუბრობენ, რომ მათ უნდა შექმნან ახალი თავდაცვითი არქიტექტურა ევროპაში, რომ არ იყვნენ არავის დამოკიდებულები და თვითონ შეძლონ საკუთარი თავის დაცვა. ბირთვული იარაღი მათაც აქვთ, იცით რომ საფრანგეთს აქვს ბირთვული იარაღი და პოტენციალი განვითარების ამ იარაღის. ზარი შემოუშვით. საღამომშვიდობის. ბატონო გიორგი, ახლა ჩემის აზრით და ალბათ ბევრი ასე ფიქრობს, რომ დასავლეთი საერთოდ გვიშლი და ხელს ჩვენ რომ მრეწველობის მხრით, თუნდაც სოფლის მეურნეობის მხრით რომ განვითარებული იყო საქართველო. და აი ახლა როდესაც ასეთი არეულობა და ასეთი სიტუაცია, რომ ჩვენთვის არავის არ ცალია, ჩვენ მთავრობას შეუძლია თუ არა რომ რაღაც გააკეთოს იმაში, რასაც ისინი ხელს გვიშლიდნენ, რომ ცოტა რაღაცა წინსვლა რო გავაკეთოს. აი ძალიან გული მწყდება, რომ ეხლა ჩვენ ეროვნული მთავრობა არ აქვს ამ შეკითხვას კი გისმის, მაგრამ ვიცი რომ თუ ეროვნული მთავრობა იქნებოდა ნამდვილად გამოსავალს მონახავდა და წინ წაიყვანდა ქვეყანა სამხრეთ. კარგი გზანდებოდეთ ქალბატონო, თქვენ კითხვა დასვით და თქვენივე კითხვაზე პასუხი თქვენ თვითონ გაეცით. სამწუხაროა რომ ეროვნული მთავრობა არ გვყავს. ზარია შემოუშვით. ისაუბრეთ. ერთი კითხვა მაინტერესებს, აბა თუ შეგეთყვით ეხლა გენაცვალე, თქვენ თქვით ეხან რომ არაბული სოფელი არისო შიდა ქართლში. რატო გეშინიათ რომ დაასახელოთ სად არის ეგ არაბული სოფელი და თქვათ იმის სახელი? მე არ მეშინია რომ დავასახელო, მე უბრალოდ მაშინ თქვით ხალხო. არა, მე არ მეშინია დავასახელო, მე ზუსტად ეს არის კასპის რაიონში. კასპის რაიონში. ხო, თქვით რა სოფელია, რომელია არ მახსოვს რა ადგილზეა კასპის რაიონი. მე არ მახსოვს სოფელი. თუ არ გახსოვს, მაშინ ულაპარაკოთ ძებირად. და თქვენ იცით ეგ სოფელი? ძებირად ულაპარაკოთ. თქვენ იცით სოფელი? თქვენ იცით სოფელი? გაითიშე სამწუხაროდ, კარგით. აგიხსნით. ის რომ მე არ ვიცი ზუსტად სოფლის სახელი, ალბათ შემდეგ გადაცემისთვის გავიგებ ამ სახელს და გეტყვით, მაგრამ ეს არის კასპის გორის რაიონია, სოფელ კასპთან იყო თუ არ ვცდები და ბატონი ვაჟა ოთარაშვილი იბრძოდა ამ თემასთან დაკავშირებით. ამიტომ ვიცით ეს ყველაფერი ჩვენც და იცის მაყურებელმაც. თქვენ თუ არ იცით, ძალიან ცუდია რომ არ იცით და ის რომ მე ზუსტად სახელი არ მახსოვდა ეხლა, არ ნიშნავს რომ ეს სოფელი არ არსებობს. თქვენ იცით როგორ საუბრობთ, თუ ადამიანმა და ექიმმა ვერ დაუდგინა რა დაავადება ჭირს ადამიანს, ესე იგი ის ადამიანი არის ჯანმრთელი. ანუ თქვენ ესე გამოგდით. ეს ასე არ არის სამწუხაროდ. თუ ადამიანი
დაავადებულია რამით და დაავადების სახელი ვერავინ ვერ დაადგინა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ადამიანი ჯანმრთელია. ზარი ეთერში შემოუშვით. ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ალო, დიახ, ისაუბრეთ. გამარჯობა გიორგი. მოგესალმებით. ყველაფერი კარგია, 80 წლის კაცი ვარ. დიახ. აი, რა გითხრათ, ეს 20 ლარი თუ რაღაცა მოგვიმატეს პენსია. ცეცხლად გვადენენ უკვე. აი, პურის გაძვირება შეიძლება კიდევ გააძვირეს პური, ყველაფერს უმატებენ. მარტო ლაპარაკი ხო არ არის, კი, ვილაპარაკოთ, ხო შეიძლება რომ შევიკრიფოთ, გამოვიდეთ. მარტო ამ ლაპარაკით რა გამოდის, არაფერი არ გამოწევს. აბაიძულოთ ამ ეს თავრობა. გააგრძელოთ, გისმენთ. ნუ არ ვიცი რა, აი, უკვე გულიყეში ამოსულ კაცო წამლებზე მივედი და 5 მაგი გახადე და ფასები დავაკლეთო რა დააკლეს ფასები გაორმაგებულია უკვე თანაც რა წამალია თუ ჩარსია ის ვერ ვიცით რა არის და ჩინით რა წარმატება ხამწამებს ვერ გავიგე რა გასაგებია სამწუხაროდ ეს მართლაც ეს რეალობა გვაქვს ქვეყანაში მე გეთანხმებით რომ მარტო საუბარი არ შველის ამ საქმეს. და როგორც გითხარით, არაერთხელ მithქვამს, რომ მალე გაგაცნობთ მოქმედების გეგმას, მაგრამ ეგ ხომ არ ხდება ხვალ ან ზეგ. ეს მოხდება მალე, მაგრამ ეს ვერ მოხდება ხვალ ან ზეგ, თორემ მე თქვენ გეთანხმებით, რომ ნაბიჯები არის გადასადგმელი. ზარი შემოუშვით. ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. თქვენ, კი, თქვენი ხმა ისმის, ისაუბრეთ. არა, ტელევიზორში სხვანაირად ისმის, მოგვიანებით ისმის ტელევიზორში, ამიტომ ტელეფონით მესაუბრეთ და მე თქვენი ხმა გავა ტელევიზიით. ახლა უსმენთ იგაცი საუბრობდა. დაახერხეთ სოფელი სადაც არაბება ხალხი. ეს სოფელი არის სარსის რაიონში, ხომუჭალა. იმ რაიონში ირილის არაბება სოფელი და ძის სოფელი შეიძლება, არაბული სოფელი. და იმ კაცს უგულეს არ ვიცი რა. ეს ქართველები გვაქვს თუ წერია ეს კაცი. არა, ის კაცი არის სავარაუდოდ ხელისუფლების მიერ ნათხოვნი ქონდა ალბათ ვიღაცას ოცნებიდან რომ დაარეკეთ და აბა კითხე და დაასახელა. აგერ დაასახელა ბატონმა და იქნება უსმენს ახლა ის კაციც და უკვე ეს ზეპირად მხოლოდ ზეპირის საუბარი არ არის, ეგ არის უკვე ფაქტობრივი საუბარი. დიდი მადლობა ზარისთვის, დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის. მე მგონი გასაგები იყო, თუმცა მე ძალიან ცუდად მესმოდა ფონიჭალა თქვა თუ რა არა ფონიჭალა სხვა სახელი თქვა. არა უშავს, მე უფრო დაწვრილებით ყველაფერს გავარკვევ და შემდეგ გადაცემაში აუცილებლად კიდევ ერთხელ ამ თემაზე გესაუბრებით. ზარია შემოუშვით. ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. დიახ, ისაუბრეთ. დიახ. ალო, უზურგეთი დაგელაპარაკეთ, ბატონო. გაიხარეთ, ისაუბრეთ. პირადობის მოწმობა. მინდოდა მოხუცებული კაცი ვარ, 85-ი. 450 ლარი მაქვს, მაშინ და 68 ლარი მანაჯი უნდა პირადობის რა. რა ვერია ბატონო ეს ამბავი. მოგწონდა ესეთი ამბავი? რას ვატყუებენ, რომ ვატყუებენ ყველაფერს. დაუწიეთ ტელევიზორს, გთხოვთ. ტელევიზორს დაუწიეთ. ბატონო ჩემო, დაუწიეთ ტელევიზორს. გაუთიშეთ ხმა. ხმა გაუთიშეთ ტელევიზორს. სულ გაუთიშეთ, ტელეფონით მესაუბრეთ. ვერ გაიგოეთყობა ბატონმა. ანუ ქვეყანაში, ნორმალურ ქვეყანაში პირადობის მოწმობა ეს არის სავალდებულო საბუთი და ის უნდა იყოს უფასო. ეხლა მე თუ არა მაქვს 68 ლარი, აღარა ვარ მოქალაქე ამ ქვეყნის და არ მეკუთვნის პირადობის მოწმობა. მესმის საზღვარგარეთის პასპორტი. კარგი, ის არის ფასიანი, იმიტომ რომ თუ გინდა კომფორტი, სადღაც გაფრინდე, უცხოეთი ნახო და ფული დახარჯო, ბუნებრივია პასპორტშიც ფულს გადაიხდი, მაგრამ პირადობის მოწმობა როგორ უნდა იყოს ფასიანი? როცა ის ყველაფერში გჭირდება და მოქალაქეს
უნდა მისცე უფასო, შენ რო ხარ სახელმწიფო და სახელმწიფო ქვია. როგორ შეიძლება ფასი დაადო პირადობის მოწმობას? მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ასეთ პრობლემებთან გვაქვს საქმე. შემოუშვით ზარი. ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ხარ. ისაუბრეთ. ალო. დიახ, თქვენ ხართ ეთერში, ისაუბრეთ. გამარჯობათ. მოგესალმებით. გაშველება რამე? ახლა ამისთვის თუ მირეკავთ, მე ვფიქრობ, რომ თქვილად კარგავთ თქვენს დროს და მეც, იმიტომ რომ რა პასუხი უნდა გაგცეთ. გაითიშა. მეგობრებო, ესეთი ესე ვთქვათ, რიტორიკული კითხვები არ გინდათ, იმიტომ რომ ასეთ რიტორიკულ კითხვაზე პასუხის გაცემა, არის ძალიან, ასე ვთქვათ, სასაცილო რა, საღადაო, რა პასუხი გინდათ, რომ ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხი გაგცეთ. მოდით ცოტა უფრო სერიოზულ თემებზე ვისაუბროთ და უფრო სერიოზული პრობლემები წამოვწიოთ წინ. ზარი შემოუშვით. ისაუბრეთ ეთერში. ბატონო გიორგი, მოგესალმებით. მოგესალმებით. იცით რა არის ბატონო გიორგი? ხალხი გამოდის და გეუბნებათ, რომ ისა თუ არა შევიკრიბოთ და გამოვიდეთ ერთია, მაგრამ იცით რა არის, ამას უნდა გქონდეს მიზანი, რაღაცა რაზე გამოდის მოსახლეობა. თუნდაც მაგალითად პატრიოტ ალიანსს ძალიან დიდ პატივს ძენს, როგორც ხედავ მოსახლეობა. ხო და უნდა გამოიყვანოთ სოციალურ თემებზე. როგორი მდგომარეობა, ხალხი ძალიან ბევრი გამოვა თქვენ მხარდასაჭერად. თუ მართლა გამოიყვანთ, არ ვიცი მე, ეს თქვენი გადასაწყვეტია ბატონო გიორგი, მაგრამ უნდა გამოიყვანოთ სოციალურ თემებზე. მაგალითად ძალიან თავს იწონებდა ივანიშვილიო 70-მდე 350 რო გახადა ეხლა 1 იანვრიდან. 450 რო გახადა ვითომ 70-ის მაღლა პენსიები. სოციალურებს ხო საერთოდ არ უზდის. არის 300%-აზე მოგება აფთიაქები, ბაზარი, არის საშინელება, ხერხას არ უხდიან, რომ მუშაობენ მოსახლეობის, ვისაც სადაც აქვს სამსახური დასაქმებულები. ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ თვითონ რო ჯიბებს ისკელებენ, კარგად რო ცხოვრობენ და შხისიჭირიო, ობესჭირიო, რომ ასე რო ფიქრობენ. ამისთვის ხარ მოუყვანია მოსახლეობას, რომ თავრობა მაგისტრის ხარ მოყავსო, შენ კარგად იცხოვრო, კარგი ვილები იშოვო ყველა ქვეყანაში, სადაც გაგისტორდება ლენინის მოედანს უეძახდნენ, ეხლა დგას თავისუფლების მოედანს, ასე გაყვიდე საზღვარგარეთ ყველგან, ხო ასე აკეთებენ და დადიან. ჩვენ მოსახლეობას ინტერესი გვაქვს, გამოხვიდე ერთია, მაგრამ რაღაცა მიზანი ხო უნდა იყოს გამოსვლისა, კაცო. მე თუ მე არ დავი მიზანი არა მაქვს ის დასახული, რატო მივყვები მე პარტიას, იმ თავრობას, რომელიც მინდა მოვიყვანო, რატომ გავა მოსახლეობა, კაცო, ყველა თავისთვის ფიქრობს. თქვენი პარტია თუ სხვა პარტია ფიქრობს სათავეში მოვიდეს. მე ჩემ სოციალურ თემებზე ვფიქრობ, ის თავისაზე ფიქრობს და ამიტომ ეს ყველაფერი უნდა დაინახოს მოსახლეობამ, რომ გამოყვეთ ბოლომდე ბატონო გიორგი, იმიტომ რომ ძალიან პატივისცემით არიან, მე ბევრი მოსახლეობის დიდი ნაწილი თქვენი პარტიის მიმართ გააწყობილი და რა ვიცი, იმედია გაითვალისწინებთ. მადლობა მოსმენისთვის. მადლობა ზარისთვის. რა თქმა უნდა, აუცილებლად გავითვალისწინებთ. მე თქვენ გეთანხმებით, რომ მიზანი უნდა იყოს და ზოგადად შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული ეს მიზანიც, ხო? თუ შედეგი არ დაედო საბოლოო ჯამში, რა მიზანიც არ უნდა დავსახოთ შედეგის გარეშე, ამ მიზანს აზრი არ აქვს. სულ ვიქნებით ამ მიზნის, ასე ვთქვათ, მიღწევისთვის მებრძოლი ხალხი, მაგრამ ვერასოდეს შედეგს ვერ დავდებ და სულ ვიქნებით ამ ბრძოლაში. ეს არ გვინდა, რასაკვირველია. ჩვენ გვინდა რომ ის მიზანი, რაც ჩვენთვის საერთო მიზანია, შედეგით დამთავრდეს, თანაც პოზიტიური შედეგით დამთავრდეს თქვენთვისაც და ჩვენთვისაც. ამიტომაც ვამბობ, რომ არ შეიძლება რაღაც თემაზე გამოხვიდე ხვალ-ზეგ. უნდა კარგად მოემზადო და ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვემზადებით, მე მოგიწოდებთ და ვინც იქნებით, ასე ვთქვათ, მომხრე იმ კონკრეტული პათოსის და თემის, რომელსაც ჩვენ დავასახელებთ, გამოვყვებით. ვინც არა ვთქვათ, მაგრამ რაღაც, რა თქმა უნდა, რაღაც თემა იქნება შემოთავაზებული, რაღაც მიზანზე იქნება საუბარი, რა შედეგის
რა შედეგამდე გვინდა რომ მივიდეთ, ამასაც გეტყვით. და მე ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს შედეგი დაიდოს. ერთად ვიბრძოლოთ, თორე მარტო ჩვენ ვერაფერს ვერ გავხდებით, ვერ ჩვენ მარტო და ვერც თქვენ მარტო. ერთად მივაღწევთ ყველაფერს. ზარი ეთერში შემოუშვით. ისაუბრეთ ეთერში ბრძანდებით. ისაუბრეთ, თქვენ ხართ ეთერში, ისაუბრეთ. ტელეფონით ხომ ელაპარაკებით, ხო გესმით ჩემი ხმა? თქვენ ხართ ეთერში, ისაუბრეთ. ტელეფონით გესმით ჩემი ხმა? ანუ დაელოდებით ტელევიზორში. ნუ დაელოდებით ისაუბრეთ. შეიძლება? დიახ, ისაუბრეთ. გელოდებით. გამარჯობათ. მოგესალმებით. გიორგი. დიახ. აა. დაუწიეთ ხმას, დაუწიეთ ტელევიზორს, დაუწიეთ ხმა. გესმით ჩემი ხმა? მე თქვენი ხმა მესმის, მაყურებელსაც ესმის თქვენი ხმა, მაგრამ ტელევიზორში მოგვიანებით მოდის და დაუწიეთ ტელევიზორს. ხო, გასაგებია. გიორგი, ამითა გითხრათ. აი რა დიდი ხანია მე გუშინელი პატარა ბიჭარო 67 წლის კაცი ვარ. არ მინდა ჩემი ისტორია მოგიყვეს. ერთი რაღაცა მაინტერესებს რა, პოლიტიკოსებისგან. 2008 წელში რუსეთი შემოვიდა, აიღო ის ტერიტორიები, სადაც არის საქართველოსთვის ყველაზე საჭირო გეოლოგიური ურანის საბადოები. არავისგან აი ამაზე ლაპარაკი არ მომისმენია. სიმართლე რომ გითხრათ, ურანის საბადოებზე მე არ მსმენია აქ ჩვენს ტერიტორიაზე. ნუ არ ვიცი უბრალოდ ამ თემით არასოდეს არ დავინტერესებულ ვარ. თუ არის ჩვენთან ეგეთი საბადოები, ალბათ გეოლოგები გჭირდება ჩვენ რომ უფრო სიღრმისეულად აგვიხსნან თუ სად არის საბადო, რამდენად შესაძლებელია მისი, ასე ვთქვათ, დამუშავება, დაკონსერვებულია ის საბადო, თუ საბჭოთა კავშირი მოიპოვებდა იქ ურანს. ანუ აქ ბევრ რამეზია საუბარი, მე არ შემიძლია უბრალოდ ამ თემას შევეხო, იმიტომ რომ კონკრეტულად ამ თემასთან შეხება არ მქონია. ამიტომ იქნება მე მოვიძიებ ამაზე ინფორმაციას თუ შევძლებ და მე უკვე შემდეგ გადაცემაში პირდაპირ ეთერში დაგვირეკეთ და იქნება თქვენ უფრო კარგად აგვიხსნათ და გაგვაცნოთ ეს თემა. ზარია შემოუშვით. ალო. დიახ, გისმენთ. ესა გამარჯობათ. ძალიან შემძრა თქვენ გადაცემაში რომ წარმოითქო პურის გაძვირებაზე. ისა რა ქვია საკითხი. რაზე? დღეს მოვისმინე ხოლმე საღამოს და როგორ შეიძლება დღეს მოვისმინე ინფორმაცია რომ ჩვენ პური უნდა გავიტანოთ იმპორტზე ისრაელში და არ ვიცი რომელ ქვეყანაში და ჩვენ ქართულ მოსახლეობას პურს გვიძირებენ და პური გაგვაქვს იმპორტზე თუ კი ამდენი გვაქვს იმპორტზე უნდა გავიტანოთ მოსახლეობას სატოლყა უძირებენ ერთი წამით ვინ თქვა რომ პური უნდა გავიტანოთ იმპორტზე დღეს გამოაცხადეს ისა პოსტივიზე უყურე ინფორმაციაში პოსტივი ჩვენ ობიექტივი ვარ ჩვენ პოსტივი არ ვარ ხო თქვენ პოსტივი არ ახართ მაგრამ ხო ეს ინფორმაცია მთავრობისაა და იქ ბიზნეს პოსტში იყო რომ მალე გავა პური იმპორტზე ისრაელში და არ ვიცი რომელიღაცა ქვეყანაში და თუ კი ამდენი პური გვაქვს რომ სხვაგან უნდა გავიტანოთ ჩვენ მოსახლეობას ატომღა უძურებენ პურსა თქვენ ლოგიკურ კითხვას სვავთ ბევრია ხო არა ის უბრალოდ გირეკავ თორე ეხლა ჩემი ერთი მით არც პურის ფასი დარეგულირდება არც ბაზრის კონქციას შევეხები მე და არც ფასტა კომიტეტის წარმომადგენელი თუ არსებობს და თუ ხდება დარეგულირება მაგრამ ის უბრალოდ გამოცხო ჩემ აზრს უბრალოდ ამდენი ხალხი რეკავს და მეც დაგირეკეთ ძალიან დიდი ბოდიში მადლობა რომ მომიწვიეთ არა დიდი მადლობა ზარისთვის დიდი მადლობა ზარისთვის მე პირადად კარგად ბრძანდებოდით მე პირადად პოსტივის არ უყურებ ამიტომ ვერ მოვისმენდი ამ ნათქვამს პოსტივიზე რაც შეეხება კონკრეტულად ხორბალს ჩვენ ხორბალი შემოგვაქვს ხან რუსეთიდან ხან ყაზახეთიდან ხან უკრაინიდან შემოგვაქვს და
მართალი ბრძანდებით საექსპორტო არაფერი არ გვაქვს ჩვენ. თუ იმდენი გვაქვს და საქართველოს მაგდენი არ აქვს პირდაპირ გეუბნებით, ყოველთვის იმპორტი შემოდის, მაგრამ თუ გაქვს იმდენი რომ ექსპორტზე გაიტანო, მაშინ რატომ უნდა შემოიტანო იმპორტით, ხო? შეიძლება რეექსპორტზე იყოს საუბარი, მაგრამ რეექსპორტი რა საჭიროა ახლა ამისთვის, თქვა სატრანზიტოდ საქართველოს. არ ვიცი. ამიტომ ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. თქვენ ლოგიკური კითხვა დასვით. თუ გაქვს ბევრი, მაშინ რატო ყიდულობ და რატო აძვირებ ქვეყნის შიგნით პროდუქტზე ფას. ზარია შემოუშვით. ალო. დიახ, ისაუბრეთ. ბატონო გიორგი, ერთი არასოდეს არ დამირეკავს და პირველად შეგავ ახლა. ეს არაბები რო ჩამოასახლონ უნდა და გონიოს კინო აშენებენ, ხალხმა მოითხოვოს და მთავრობას მოსხოვოს, რომ ამოდენა ის არის მართლა უცხოური რამეებია და აქ ქართული არაფერი არ არის. გახსნან ბარბიკები ქართლები, რომ ხალხი დაასაქმონ. რა სისულელია, რა სოფლებს აშენებენ, ვინ თქვა და საიდან მოიტანეს. გვაკლია აჯაფსანდალია საქართველოში. ქალბატონო, გავიგეთ თქვენი აზრი, მე უბრალოდ არ მინდა რომ არასწორად იყოს აღქმული ჩემს მიერ ნათქვამი. მე არ ვამბობ რომ იქ გონიოში აშენებენ ქალაქს რომ კონკრეტულად არაბები ჩაასახლონ. მე უბრალოდ ლოგიკურ ჯაჭვს მივყვები, იმიტომ რომ ქართველებს არ აქვს იმდენი ფული, თვითონ მაყურებელიც რეკავდა და ამბობდა რომ ქართველებს არ აქვს იმდენი ფული რომ იქ იყიდონ უძრავი ქონება და ჩასახლდნენ გონიოში. და ვინაიდან არაბული კომპანია აშენებს თავისი ფულით ქალაქს უფრო დიდი ეჭვი გვაქვს ჩვენ რომ იქ აშენებენ იმისათვის რომ იქ ჩაასახლონ არაბები. ანუ ეს არ არის მტკიცებითი ფორმით ნათქვამი. ეს არის უბრალოდ ლოგიკურ საფუძველზე აგებული ვარაუდი, მოდით ასე ვთქვათ რა, მაგრამ ლოგიკური ვარაუდია. თუმცა მტკიცებით ფორმით მე არ შემიძლია ვთქვა რომ ეს ასე იქნება, მაგრამ სავარაუდოდ უფრო ლოგიკური თვალსაზრისით უფრო ასე უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ახლა 6 მილიარდი დააბანდო საქართველოში ინვესტიციის სახით, მე ვფიქრობ რომ არ უნდა აწყობდეს არაბულ კომპანიას, იმიტომ რომ აქედან რა უნდა წაიღოს საქართველოსთან. რაში უნდა ნახოს მოგება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოში ძალიან ბევრი სამშენებლო კომპანია არსებობს, მაგრამ ქართველებს თუ გადავხედავთ, ვისაც აქვს იმის უნარიანობა, რომ იყიდოს უძრავი ქონება, ასეთი ქართველი ძალიან ცოტაა. დღესდღეობით უძრავ ქონება საქართველოში ყიდულობს რუსი, უკრაინელი, არაბი, ირანელი, თურქი, რა ვიცი, ყველა და ძალიან მცირე პროცენტი ქართველების. ესეც ალბათ იმ ელიტას, რომელიც მიეკუთვნება, ან ვიღაცა ვინც ყიდის რაიონში დიდ მამულს და ჩამოდის თბილისში და ყიდულობს, თქვა, 2 ოთახიან ან 3 ოთახიან ბინას. ამიტომაც ვამბობ, რომ მე არ შემიძლია, მე არ მინდა არც შეცდომაში შეგიყვანოთ და რაღაც არც იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც ცდილობს ბაქაბუქით რაღაც საქმე აღძრას რაღაცაზე და ყველა შეაშინოს და ააშინოს ვითომ რამ და სინამდვილეში ასე არ ხდება. არა, ქარიშხალს ჭიქაში ნამდვილად არ დავატრიალებ, მაგრამ გეუბნებით, რომ ლოგიკურად რო ვიმსჯელოთ, უფრო იქითკენ მივემხრობით, რომ ალბათ არაბებით იქნება უფრო მეტად არაბებით იქნება დასახლებული სამწუხაროდ. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვამტკიცებ. ზარია. გამარჯობათ ბატონო გიორგი. მოგესალმებით. ისაუბრეთ. ბატონო გიორგი. დიახ. ერთი რაღაც მართლა პირველად რეკავს საერთოდ პოლიტიკასთან ცდილობ ცოტა შორს ვიყო. კარგია, კაცო, ხალხმა თუ დაიწყო პირველად დარეკვა. ესე იგი ჩვენი მაყურებელი ბრძანდებით და აწი უკვე იქნებით. არა მარტო მაყურებელი, გულშემატკივარიცა ვარ თქვენი და ამიტომ ვრეკავ მართლა. გაიხარეთ. ჩვენს გვიხარია, ჩვენს როგორც მაყურებელთან, ასევე გულშემატკივართან საუბარი, პირდაპირ დიალოგი ყოველთვის გვიხარია. ისაუბრეთ, ბრძანეთ. ერთი რაღაც მინდა გითხრათ, თემა თვითონ გადაცემის თემა
თავიდან რო დაიწყეთ საგარეო პოლიტიკა. საგარეო პოლიტიკაზე და მე მგონი არც ერთი იყო მარტო პოლიტიკაზე ვინც ისაუბრა და არც ერთი ყველასოც თავის გაჭირვებაზე გელაპარაკებათ. ასე რომ ძალიან გამიხარდება თუ აი თქვენ გეგმაში რომელსაც ამბობთ რომ თოდახანში ვიმოქმედებთ ასე ვთქვათ და თქვენ გვერდზე ვიქნები ძირითადი საკითხები იქნება სოციალური და თუ არ გადავა ეს მერე პოლიტიკაში არ გადავა იმიტომ რომ ხალხს დღეს ისე უჭირს და ისეთ გაჭირვებაშია რომ ერთი გადაწყვეტილი საკითხიც არის თქვენთვის ძალიან დიდი პლუსი და დამიჯერეთ რომ სულ ყველა ვისთანაც საუბარი მაქვს ხოლმე თემაზე რომ ვინ ალტერნატივა ამათთან იმათთან აი რა შეუძლიათ პირველი კითხვა დაანახეთ ხალხს რა შეგიძლიათ ერთი რაღაცა მაინც და დანარჩენს მე გაძლევთ გარანტიას რომ ჩემი ბიჭები თვითონ თქვენ გვერდ გაიხარეთ დიდი მადლობა რაც შეეხება თემას თემა ყოველთვის არის კონკრეტული შერჩეული თავიდან მაგრამ მე ასევე გეუბნებით რომ შეგიძლიათ ისაუბროთ ნებისმიერ თემაზე იმიტომ რომ ყველას თავისი ტკივა და საგარეო პოლიტიკით იმიტომ დავიწყე რომ დღესდღეობით საგარეო პოლიტიკა უფრო მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ვიდრე საშინაო პოლიტიკა რატო იმიტომ რომ საშინაო პოლიტიკა ამ ხელისუფლებამ მოკლა საერთოდ დღეს ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესი არ მიმდინარეობს ის რაც ხდება ამას პოლიტიკური პროცესი არ ქვია ამას ქვია ყველაფერი გარდა პოლიტიკური პროცესისა ამიტომ ჩვენ დავიწყეთ საგარეო პოლიტიკით რაც შეეხება იმას რომ ხალხს როდესაც ჩვენ შევკრებთ რომ ჩვენი ძირითადი საკითხები იყოს სოციალური თემა ეს ასეც იქნება აბა ჩვენ თუ ხალხს გამოვიყვანთ გარეთ და მოუყვებით იმაზე ტრამპმა იქ ვის რა უთხრა ან ვისთან ხელი მოაწერა მე არ მგონია რომ ამ ხალხს აინტერესებდეს უკვე შეკრებილ ხალხს აინტერესებდეს ამერიკაში ვისთან და რა ხელშეკრულება დაიდო იმ ხალხს აინტერესებს აქ რას გადავწყვიტავთ და ჩვენ ხალხს რო შევკრიბავთ ზუსტად ეს იქნება ნათქვამი რა და როგორ უნდა გადავწყვიტოთ სხვადასხვა სოციალური საკითხი თქვენთან ერთად იმიტომ რომ არაერთხელ მithქვამს კიდევ გავიმეორებ ცალკე აღებული პარტია არაფერს არ წარმოადგენს ის არის მხოლოდ სახელი პარტია არის სახელი და რამოდენიმე ადამიანი თუ პარტიას მხარდამჭერი არ ყავს და თუ პარტიას მხარდამჭერი არ მიყვება და პარტიას გვერდში არ უდგას იმ ბრძოლაში რა ბრძოლაზეც თავიდანვე ხელს აწერს თვითოული მხარდამჭერი პარტია ვერაფერს ვერ მიაღწევს აი თქვენ ამბობ დაგვანახეთ გადაწყვეტილი რომელიმე საკითხი და ჩვენ გამოყვებით ბოლომდე აუცილებლად დაგანახებთ მაგრამ რომ დაგანახოთ თქვენ მერე კი არ უნდა გამოგყვეთ თქვენ იმ ბრძოლაში უნდა გამოგყვეთ რომელშიც ის საკითხი გადაწყდება წინააღმდეგ შემთხვევაში აბა ჩვენ მარტოკას რომ შეგვეძლოს საკითხების გადაწყვეტა ჩვენ ისედაც გადაგიწყვიტავდით ყველა საკითხს არ შეგაწუხებდით კაცო მაგრამ თქვენი მხარდაჭერა იმიტომ გჭირდება რომ საერთოდ თქვენთვისაც მტკივნეული თემა ჩვენთვისაც ერთიანად გადავწყვიტოთ ეგ საკითხი თქვენ იმიტომ გჭირდებით ჩვენ გჭირდებით თქვენს გჭირდებით ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით ამიტომ ერთად მეგობრებო ერთად ჩვენ ბევრ რამეს მივაღწევთ ცალ-ცალკე გამორიცხულია ვერც თქვენ და ვერ ჩვენ ვერაფერს ვერ გავხდებით ჩვენი დრო იწურება თუ ბოლოზარი არის შემოუშვით მოკლედ უპასუხებ ისაუბრეთ ალო დიახ ისაუბრეთ ოღონდ მოკლედ დრო იწურება ისმენთ ჩვენ და ძალიან მომწონს ზოგიერთი სიტყვები როგორც ახლა შემოჩემაში ხედა მაგრამ თავარი აქ რა არის იცი ეს მე აგერ ოსმოდიტის გასაგებია აგიტაცია მიდიოდეს უნდა იმაზე რომ მთელი საქართველოს გამოვიდეს ეს ურჩხული მთავრობა როგორ ფიქრობ ახლა ის პოლიციელი რომელიც 4 კაცი შემდგარიყო ახალგაზრდაზე და უხდოდა ზედ სოციალისტო არ ვიცი იგი არასოდეს არ იწვის არ გასწევს მთავრობას და მთავრობა ვერ დაიჭირავს ამ პოლიციელს იმიტომ რომ პოლიციელი რო დაიჭიროს
პოლიცია იტყვის რომ დავალება ქონდა თავრობიდან მიცემული და ასე თავრობასთან ძალიან ძნელია ბრძოლა და საქართველოში ვუყურებ ახლა გადმოცემას მე ხალხი ლაპარაკობს რომ მე-11 საუკუნეში ხალხი როგორ სმამდა ღვინოს გვარებს ასახელებენ ვის რაღაც რაც ეკიდება ეს საქართველოს როგორც ქართველი ხალხი აგერ ხრება სერწოს გასულია საზოგადოებად ხოდა მომავალში ასე დასვლა რომ საქართველოს შეიძლება ვთირვაზე დარჩეს ხოდა ხალხის გაბრასყობა გამოდიოდა ამის წინ აგერ ქალი ხოდა რაღაცას ისეთ მოდავდა რომ გაგიგვირდებოდა რომ ამას ასლაპარიკოს საერთოდ და როგორ არდეთ უფლებას ასეთი ლაპარიკოსო თავარი აქ არის რომ ამის წინ ოპოზიციის იგი ჩამოდიეს ოპოზიციის 50% მაგანი არის ბაზრის მაკლერები გამცემლები გამოდიოდა ახლა ბატონო ჩემო დიდი მაგარი ტექნიკური ჯგუფი მანიშნებს რომ დრო ამოგვეწურა სამწუხაროდ წუხვა რომ გადაცემის ბოლოს დარეკეთ იმედი მაქვს რომ მომავალში უფრო ადრე დარეკავთ და უფრო მეტის დრო გვექნება სასაუბროთ სიამოვნებით ბოლომდე მოგისმენთ თქვენ აზრს ვეთანხმები რასაკვირველია მაგრამ ერთ რამეში ვერ დაგეთანხმებით როგორ უნდა ვებრძოლოთ ძალიან ძნელია ბრძოლა ხელისუფლებამ შეიძლება ძნელია მაგრამ დამიჯერეთ ხალხის ძალაზე და ხალხზე მაღლა ვერავინ ვერ დადგება. ვერც ერთი მთავრობა, ვერც ერთი დიქტატორი ისტორიას გადავხედოთ მე ახლა ისტორია არც ისე ცუდად ვიცი და ისტორიაში მე არ მეგულება არც ერთი დიქტატორი ტირანი რომელმაც ხალხის რისხვას გადაურჩა. თუ ხალხმა მოინდომა მის წინ და მის წინაშე ვერავინ ვერ დადგება და ვერავინ ვერ შეაჩერებს იმ ძალას, რასაც ქვია ერთობა, ამ ხალხის ერთობას. მაგრამ სანამ არსებობს პროპაგანდის მსხვერპლი საზოგადოებაში და დღეს რომ სჯერა რომ არა ხელისუფლება ისევ ეს გვირჩევნია, იმიტომ რომ მე ნაცი მოვა, არანდა გვირჩევნია ხელისუფლება, იმიტომ რომ ომი დაიწყება. ომი რო არ დაიწყება, გასაგებია, ხო, ანუ ტრამპი სიმშვიდეზე საუბრობს უკრაინაში, საქართველოში ომს რატო დაიწყებს, ხო? ანუ ეგ გვესმის ლოგიკურად. მაგრამ ზოგადად ვამბობ, თუ არ იქნება სერიოზული დანაკარგი საზოგადოებაში პროპაგანდის მსხვერპლის სახით, დამიჯერეთ, ეს იქნება დიდი ერთობა, ეს იქნება სერიოზული ძალა, რომელსაც ვერ დაუპირისპირდება ვერავინ, ვერც ხელისუფლება, ვერც პოლიცია, პირიქით, პოლიცია ყოველთვის დგება ხალხის მხარეს, ჯარიც დგება ხალხის მხარეს, როდესაც ასეთი დიდი ერთობა დგება საქართველოში. კარგით, დიდი მადლობა, სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა, ჩვენ შევხვდებით მომავალ კვირას, ორშაბათს 8:09 და გვექნება 2 საათი ერთმანეთთან სასაუბროთ. კარგად ბრძანდებოდეთ.